ახლა რასაც გეტყვით, ბევრს არ მოეწოდება. ტოქსიკური ადამიანები ყოველთვის არ არიან პრობლემა. ზოგჯერ პრობლემა ის არის, რომ შენ ვერ ამბობ არას. ბევრს გონია, რომ ცხოვრებაში მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ტოქსიკური ადამიანები აირიდონ თავიდან. მაგრამ მოდი სხვა კუთხითაც შევხედოთ. ტოქსიკური ადამიანები შეიძლება იყვნენ სამსახურში, ოჯახშიც კი, ნებისმიერ გარემოში, სადაც შეიძლება მოუხდეთ. მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, რატომ რჩებიან ასეთი ადამიანები შენ ცხოვრებაში? იქნებ იმიტომ, რომ შენი საზღვრები დაუცველია და შენ ვერ ამბობ არას. თუ ყოველ ჯერზე, როდესაც შენ საზღვრებს არღვევენ დუმდები, თუ კი არ შეგიძლია უთხრა მათ უარე, თუ იმის შიშით, რომ ვინმე არ გაანაწყენო, შენ პირად საჭიროებებზე უარს ამბობ, თუ მუდმივად ამბობ, რომ კარგი, როგორც შენ გინდა, შენ ამით მათ უფლებას აძლევ, რომ შენთან ასე მოქცევა მისაღებია. ეს ნიშნავს, რომ შენი საზღვრები დაუცველია და ისინი მაშინ დაინახავენ შენ საზღვრებს, როდესაც აჩვენებ, თუ სად გადის ზღვარი. არ არის უხეშობა, არა არის საკუთარი თავის პატივისცემა. და ძალიან ხშირად ის ადამიანები, რომლებიც შენს არაზე ბრაზდებიან, სწორედ ისინი სარგებლობენ ამით, რომ აქამდე ვერ ამბობდი არას. კითხვა მაქვს შენთან, შენთვის არას თქმა უფრო რთულია თუ სხვისი უკმაყოფილების ატანა. თუ გინდა პირადი საზღვრების დაცვა, მომწერე.